გამარჯობა, მე დავით გრაფი ვარ და დღეს მინდა გირჩიოთ რამდენიმე საიდუმლო თუ როგორ შეარჩიოთ სწორად ფოტოგრაფი თქვენი სკოლის ბანკეტისთვის. ალბათ დამეთანხმებით, რომ სკოლის გამოსაშვები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა თქვენს ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ ბანკეტის ფოტოები არის ის მოგონებები, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში შეინახავთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფოტოგრაფს შეეძლოს თქვენი ემოციების სწორად დაჭერა. როგორ ავირჩიოთ სწორად ფოტოგრაფი? ეს ძალიან მარტივი და ამავდროულად ძალიან რთული საკითხია. მე გეტყვით რამდენიმე რჩევას. პირველი და მთავარი ეს არის პორტფოლიო. პორტფოლიოს ნახვისას თქვენ უნდა შეაფასოთ ფოტოგრაფის ფერები და სტილი. მეორე, ეს არის გამოცდილება. შეიძლება ფოტოგრაფს ჰქონდეს ძალიან დიდი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ არ ჰქონდეს უშუალოდ საბანკეტო ფოტო გადაღების გამოცდილება. ამიტომ ეს უკვე უშუალოდ გასაუბრებისას უნდა გავიაროთ მასთან. მესამე, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ფოტოგრაფის შერჩევისას, კომუნიკაბელურობა. აქ იგულისხმება როგორც უშუალოდ მიმოწერისას და ჯავშნის აღებისას ფოტოგრაფთან კომუნიკაცია, როგორ გესაუბრებათ, როგორ გწევთ, ამდენად ამომწურავად გცემთ პასუხს ყველა კითხვაზე. და რა თქმა უნდა, კომუნიკაბელურობა იგულისხმება ყველაზე მთავარი გადაღების პროცესში. ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება, რომელიც მოქმედებს გადაღებისას ემოციებზე და ფოტოგრაფისა და დამკვეთის უშუალო ურთიერთობასა და ნდობაზე. ახლა თქვენ უკვე იცით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ფოტოგრაფის შერჩევისას. და არ დაგავიწყდეთ. დაჯავშნისას აუცილებლად გაიარეთ ყველა დეტალი ფოტოგრაფთან. და ბოლოს, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოგრაფში?